მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ ფეხების შეშუპებაზე. ფეხების შეშუპება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. რატომ ხდება? იმიტომ რომ სითხე გროვდება ფეხებში, ქსოვილებში და ამას ხედავთ ჩვენ როგორც ფეხების შეშუპება, ან გასიება, შესიება. ფეხების შეშუპება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. ადამიანების 30% ცხოვრების განმავლობაში ექნება რაღაც ეტაპზე ფეხების შეშუპებული. შეიძლება განვითარდეს ძალიან არასაშიში მიზეზების გამო, მაგალითად დიდხანს იჯდეს ადამიანი და ფეხები შეუშუპდეს და შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამო, მაგალითად ღრმა ვენების თრომბოზი. ამიტომ განვიხილავთ, როდის არის საშიში, როგორ მივხვდეთ, რის გამო გვაქვს ფეხები შეშუპებული და როგორ ამოვიცნოთ. ყველაზე ხშირი ფეხების შეშუპება არის დამოკიდებულ ედემას ეძახიან. ეს ვითარდება 50 წლის ზევით ადამიანებში და იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად არიან უმოძრაოდ. და როგორია? დღის განმავლობაში ზოგადად ჩვეულებრივ არიან და საღამოსკენ უშუპდებათ ფეხები. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში არ მოძრაობენ, ზიან, ან დიდი ხნის განმავლობაში დგანან და ზოგადად უმოძრაო ცხოვრების წესი აქვთ. ძირითადად სამსახურთან დაკავშირებული. რატომ ხდება? გრავიტაციის ძალით სითხე მოდის ქვევით და ფეხები ყველაზე ქვედა ნაწილია და ამიტომ ფეხებში კოჭების გარშემო ხშირად გროვდება და ამას ადამიანი ხედავს როგორც ფეხების შეშუპებად. თუ კი ადამიანი დაისვენებს, დაწვება, მაგალითად, ან ფეხებს აწევს გულის ზღვარს ზემოთ, თქვა ტახტზე წამოწობა და ოდნავ ფეხებს ზევით აწევს, დაახლოებით 20-დან 30 წუთში ეს შეშუპება გავლის. ეს ნიშნავს, რომ ეს დამოკიდებული შეშუპება აქვს. დამოკიდებული ან სიტუაციაზე დამოკიდებულია რეალურად ეს შეშუპება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელია, რომ სხვა როცა უფრო სერიოზული დაავადებებია, ესე ჩქარა არ ემორჩილება, ან ფეხებს აწევს ადამიანი, შეშუპება აღარ აქვს, ან დაიძინებს, შეშუპება აღარ აქვს. შეიძლება სხვა შემთხვევებშიც, მაგრამ მნიშვნელოვნად ემორჩილება მოკლედ დასვენებას ეს. და ერთ-ერთი და ხო, სხვა სიმპტომები ეს ადამიანებს არ აქვს, მაგალითად არ აქვს გულის უკმარისობა, არ აქვს სირმალების უკმარისობა, არ აქვს სიცხე და რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემები ამ ადამიანს არ აქვს, უბრალოდ როგორც წესი არის 50 ზევით ასაკით. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხების შეშუპების არის ვენების უკმარისობა. ვენების უკმარისობა რას ნიშნავს, რომ ვენის სარქველი არ მუშაობს კარგად, სარქველი უნდა ატარებდეს სისხლს ერთი მიმართულებით ვენის ქვევიდან ზევით, ან გულისკენ უნდა წამოიღოს სისხლი, როცა არ მუშაობს კარგად, რა არის? სისხლი ჩამოდის ქვევით და ფეხები შუბდება. რო ჩამოდის სისხლი ქვევით, ეს ნიშნავს, რომ გაჟონავს კაპილარებიდან წნევა რო შეიქმნება, კაპილარებში ეს ჰიდროსტატიკური წნევა შეიქმნება მაღალი და გაჟონავს კაპილარებიდან და ამას ჩვენ დავინახავთ როგორც ფეხების შეშუპებას. ეხლა როგორ გავარჩიოთ ადამიანს ეს ფეხების შეშუპება აქვს ვენური უკმარისობის გამო, თუ უბრალოდ თქვათ დიდი ხნით ჯდომის გამო აქვს. როგორც წესი ვენური უკმარისობის დროს ასიმეტრიულია ფეხების შეშუპება. მაგალითად, აი ამ დამოკიდებული ედემის დროს სიმეტრიულად ორივე ფეხი ესნაირად შუპდება. ხშირად ვენური უკმარისობის დროს ერთი ფეხი მეტად შეშუპებულია ვიდრე მეორე. ფეხების ზევით აწევა აქაც აუმჯობესებს სიმპტომებს, მდგომარეობას და ხანგრძლივი ჯდომა, ხანგრძლივი დგომა აუარესებს მდგომარეობას და თუ კანი ფეხის გარშემო, განსაკუთრებით კოჭის გარშემო რა და ფეხის ტერფიც, თუ მოყავისფრო, მოიასამნისფრო, ანუ სხვა ფერია, უფრო მუქია, ასევე იქერცლება, ეკავება ადამიანს, ეს ვენური უკმარისობის გამო ხშირ შემთხვევაში. რატო? იმიტომ რომ ჟონავს სისხლი იშლება და ჰემოსიდერინი გროვდება კანში და კანქვეშ და ეგ იწვევს მერე აი ამას შეფერილობას. ფეხებზე წყლულებიც, აი როცა კოჭის გარშემო მიმდებარედ ჩნდება წყლულები, ხშირ შემთხვევაში ვენური უკმარისობის გამოა, სხვა მიზეზებით შეიძლება ქონდეს წყლულებს, დიაბეტი მაგალითად, მაგრამ ვენური წყლულებიც შეიძლება გამოიწვიოს, თუ კი დიდი ხნის განმავლობაში აქვს ვენური უკმარისობა.
ვარიკოზული ვენები, იცით ალბათ, ვარიკოზული ვენები როგორია? კლაკნილი ვენები რო ხედავ რა, ფეხზე გარედან ხედავ კლაკნილ ვენებს და გასქელებულ ვენებს. ეგ არის ვარიკოზული ვენები. ვარიკოზული ვენებიც ვენური უკმარისობის მთავარი ნიშანია და დროთა განმავლობაში ფეხის კანი შეიძლება გასქელდეს, გამკვრივდეს და ამას ეძახიან ლიპოდერმატოსკლეროზს, რაც ვითარდება. ეს ლიპოდერმატოსკლეროზი არის გასქელებული კანი ხანგრძლივი ვენური უკმარისობის გამო ფიბროზი ყალიბდება, მოკლედ ამ ქსოვილებში და ეგ იწვევს და ამას ეძახიან არსებობს პიტინგ ედემა და ნონ პიტინგ ედემა. ანუ რას ნიშნავს? აქვს შეშუპება ადამიანს, დააჭერ თითს. თით რო დააჭერ, თუ ჩანაჭდები დარჩა, აი დააჭირე და ხო ესე ჩააჭირე თითი. დანაჭდები თუ დარჩა, ამას ეძახიან პიტინგ ედემას. ესეთი შეშუპება ძირითადად არის ხოლმე აი სითხის დაგროვებით ქსოვილებში, ამ შემთხვევაში ფეხი. მაგრამ თუ შეშუპებული აქვს ადამიანს ფეხი, დააჭირე თითი და არ დარჩა ჩანაჭდები, აი უში არ დარჩა, მაგრამ ისევ შეშუპებულია, ხო? ამას ეძახიან არაპიტინგ ედემას და ეს ნიშნავს, რომ ერთი ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ უკვე აი ფიბროზული ქსოვილია და ამის გამო გაუხეშებულია და მეორე შემთხვევაში ნიშნავს კიდე რომ ლიმფურ სისტემაში როცა არის ხოლმე ლიმფედემა როცა ლიმფურ სისტემაში არის შეშუპება. ღამე ტკივილი და ღამის კრამპები, აი ფეხი რო ძლიერად გაიგუძოს ადამიანი ტკივილის და ძლიერად შეკუმშვა აქვს და ასე და ფეხის ტკივილი ესეც დამახასიათებელია ვენური უკმარისობისთვის. ვენური უკმარისობა ვის ემართება ძირითადად? ქალებს ემართება 50 წლიდან ზევით, 40 წლიდანაც გააჩნია ადამიანს. უმეტესად ვინც დიდხანს დგას ფეხზე, მასწავლებლებს, მედდებს, ქარხნებში რომ მუშაობენ, ან ფიზიკურად ვინც მუშაობენ, დიდხანს ვისაც უწევს ფეხზე დგომა, უმეტესად მათ ემართებათ. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი რატომაც ფეხის შეშუპება შეიძლება განვითარდეს არის ტრამვა. ამ ფიზიკურად მიარტყი ფეხი რაღაცას გეტკინება, შეშუპება მოხდება, ანთება მოხდება, ანთების გამო ანთების მედიატორები გამოიყოფა, ანთების მედიატორები სისხლძარღვებს გააფართოვებენ, სისხლებს რო გააფართოვებენ, შეშუპება ფეხი და ეს ყველაზე მარტივია, იმიტომ რომ რატო გემახსოვრება თუ ტრამვა მიიღე, გემახსოვრება და ამიტომ ტრამვის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფეხის შეშუპება. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის წამლები. წამლების დროს ფეხის წამლების მიღების როგორც გვერდითი ეფექტი და ძალიან ხშირია მაგალითად ჰიპერტენზიის მაღალი წნევის სამკურნალოდ ვინც იყენებს წამლებს, ეს წამლები იწვევენ ხშირად ფეხების შეშუპებას. მაგალითად კალციუმის არხის ბლოკერები. აი ძალიან ცნობილი წამლები, ამლოდიპინი, ნიფედიპინი, დილთიაზემი, ვერაპამილი, ესენ ძალიან ცნობილი წამლებია, მოკლედ და რას აკეთებენ? სისხლძარღვებს აფართოვებენ, სისხლძარღვებს რო აფართოვებენ, რას აკეთებენ? კაპილარებს აფართოვებენ, კაპილარებიც რო გაფართოვდება, ჰიდროსტატიკული წნევა მოიმატებს კაპილარებში. ანუ კაპილარებს თვითონ არ აფართოვებენ იმდენად, რამდენადაც წვრილი სისხლძარღვები რო ფართოვდება, წნევა იმატებს მერე კაპილარებში და კაპილარებზე ზეწოლა იმატებს და კაპილარებზე ზეწოლა იმატებს, გაჟონავს ეს სითხე და რო გაჟონავს მერე შეშუპება ვითარდება. ხო. ესეთი შეშუპება ზოგ შემთხვევაში, ბევრ შემთხვევაში არ არის ეს რომ დააჭერთით არტოვებს ანაბეჭს მოკლედ და ხშირ შემთხვევაში არის დოზა დამოკიდებული. დოზა დამოკიდებული რას ნიშნავს? რაც უფრო მაღალი დოზით იღებ წამალს, მით მეტად მაღალი შანსია რომ განვითარდეს ფეხებში შეშუპება. სხვა წამლებმაც, არა მარტო წნევის წამლებმა, სხვა წამლებმაც შეიძლება განავითაროს, მაგალითად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორც აი იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი და რატო? ესენი პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავენ. პროსტაგლანდინები აუცილებელია იმისთვის რომ ნატრიუმი და წყალი ორგანიზმიდან განიდევნოს და როცა ვერ განიდევნება, შემდეგ სითხის შეკავება ხდება, სითხის შეკავება რო ხდება, იწვევს შეშუპებას განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს მაღალი წნევა, ვისაც აქვს გულის უკმარისობა, ან თირკმლის უკმარისობა, ან თირკმლის დაავადება, მოკლედ ვისაც აქვს. ამ ადამიანებში ფეხები უშუპდებათ ანთების
საწინააღმდეგო ასტეროიდების მიღების დროსაც კი. ამიტომ წამლები ხშირად იწვევენ სხვა პრეპარატებიც იწვევენ, მაგალითად ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკერები, კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ანტიდეპრესანტებია. შესაბამისად, ბევრმა წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება. და მეხუთე მიზეზი არის ღრმა ვენების თრომბოზი. ღრმა ვენების თრომბოზი არის მნიშვნელოვანი მდგომარეობა. რატო? იმიტომ რომ ფეხში ღრმად ვენაში შეიძლება გაიჭეროს თრომბი. ეს მომენტალურად არაფერს არ უდავს ადამიანს ბევრ შემთხვევაში, მაგრამ ეს თრომბი შეიძლება მოწყდეს, მერე ამოვიდეს ზევით, ან მოწყდეს და სისხლში წავიდეს. სისხლში რო წავა, გაიჭეროს მერე ფილტვში. ფილტვში თუ გაიჭედა რამე მნიშვნელოვან სისხლძარღვში თუ გაიჭედა, ფილტვის არტერიის თრომბოზი გამოიწვიოს და ფილტვის ქსოვილი მოკვდეს. და თუ კი სერიოზული, ანუ მნიშვნელოვანი არტერია დაიბლოკება, მაგან შეიძლება ადამიანი დაღუპოს. ამ სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამიტომ ღრმა ვენების თრომბოზი ყოველთვის საჭიროებს ყურადღებას და უყურადღებოდ არ უნდა დატოვა. ეხლა როგორ უნდა მიხვდე, რომ ღრმა ვენების თრომბოზია? ადამიანს აქვს ტკივილი, რომელიც დაიწყო შედარებით უეცრად. ეხლა თუ წლების განმავლობაში, თვეების განმავლობაში უვითარდება, როგორც წესი, ეს არის ღრმა ვენების თრომბოზი, ეს არის უბრალოდ ვენური უკმარისობა. თუ ერთბაშად დაიწყო ტკივილი, სითბოს შეგრძნება ფეხზე და სიცითლე და ხელს თუ დაადებ უფრო თბილია, ვენის გაყოლებაზე თუ ადამიანს ტკივა, ხელის დადებითაც თუ ტკივა, ფეხი ტკივა, შეშუპებული აქვს, ერთი ფეხი შეშუპებული აქვს, მეორე არა. ანუ ერთი ფეხი მნიშვნელოვნად შეშუპებული აქვს მეორესთან შედარებით. და ახალი დაწყებული თუა, ბევრ შემთხვევაში ეგ მიუთითებს ღრმა ვენების თრომბოზზე. შეიძლება იყოს ცელულიტი, მაგალითად, და ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ძირითადად აქვს რისკ ფაქტორები, როცა ადამიანს ღრმა ვენების თრომბოზი ვითარდება. ეს რისკ ფაქტორებია, მაგალითად, დიდი ხნის იმობილიზება, დიდი ხანი ადამიანი მაგალითად წევს საწოლში, ან ოპერაციის შემდგომ, ან გრძელი ფრენა, ზოგი ფრენა 10-12 საათია და უმოძრაოდ ზის მთელი ეს პერიოდის განმავლობაში, ან ორალურ კონტრაცეპტივებს იღებს ადამიანი, ან ორსულობა და სიმსივნე ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, ან ქიმიოთერაპია, რომელიც სიმსივნის მკურნალობა ადამიანს აქვს ხოლმე ასევე დაბალი დონის სიცხის შეგრძნებაც. და ვენები შეიძლება, ზედაპირული ვენები შეიძლება გამოიკვეთოს ამ დროს, იმიტომ რომ ღრმა ვენებში როცა შეჩერებულია სისხლის მიმოქცევა, ზედაპირული ვენები იღებენ თავის თავზე და ეგ შეიძლება იყოს გამოხატული. შემდეგი მიზეზი, მეექვსე მიზეზი, რაც კიდე ერთი საკითხია, დედიმერი არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ტესტი. დედიმერი აჩვენებს თრომბი არის თუ არ არის, მოკლედ. თრომბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამსაზღვრელია დედიმერი, ამიტომ სისხლის ტესტია, მარტივად კეთდება და როცა ეჭვი ხოლმე ღრმა ვენების თრომბოზზე, მნიშვნელობა აქვს დედიმერსაც. მეექვსე მიზეზი, რატომაც ფეხები შეიძლება შეშუპებული ქონდეს ადამიანს, არის გულის უკმარისობა. გულის უკმარისობა იწვევს ორივე ფეხის შეშუპებას, თანაბრად სიმეტრიულად შუპდება ხოლმე და სითხე დგება მუცელში, გულის უკმარისობის დროს, სითხე დგება ფილტვებში და ფეხებში. ფეხებით იწყება. ფეხები ერთ-ერთი პირველია. სუნთქვის უკმარისობა აქვს ასევე ადამიანს, მაგალითად ფიზიკური აქტივობის დროს, სისუსტე აქვს, ისეთი აქტიური ვეღარ არის როგორც იყო. როცა დაწვება, მაგალითად ქოშინი ეწყება, თუ სწორ ზედაპირზე დაწვება, ამას ქვია ორთოპნეა. რატო? იმიტომ რომ სითხე, რომელიც ფილტვებშია შეკავებული, დაწოლისას კონცენტრირდება ფილტვებისკენ, როცა დგას ადამიანი, ქვევით მიდის, ხო, სითხე, მაგრამ თუ დაწვება, ფილტვებში გადანაწილდება ეს სითხე და ადამიანს ეწყება ქოშინი. ასევე ღამე, როცა ადამიანი დგება, იღვიძებს და აქვს შეგრძნება, რომ იხრჩობა და უნდა წამოდგეს ეგეთ დროს. ესეც ერთ-ერთი გულის უკმარისობის ნიშანია. გულის უკმარისობა ვითარდება ადამიანებში ძირითადად 60 წლიდან, იმ ადამიანებში, ვისაც ჰიპერტენზია აქვს, გულის დაავადებები აქვს, ჭარბიწონა აქვს, სიმსუქნე აქვს, გულის სარქლების პრობლემები აქვს, ეკოკარდიოგრაფია
ტომოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ტესტია, განდევნის ფრაქცია უნდა გაიზომოს, გულის ფუნქციის შეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეშვიდე მიზეზი, რაც ფეხების შეშუპებას იწვევს, არის თირკმლის პრობლემები. თირკმლის პრობლემები უფრო გენერალიზებულ შეშუპებასაც იწვევს, ანუ თირკმლის პრობლემებისაც აქ მარტო ფეხები კი არა აქვს შეშუპებული, როგორც წესი სახე, თვალები, თვალების გარშემო, მიდამო შეშუპებული, განსაკუთრებით შეშუპება უფრო დილით არის. ასეთ ადამიანები კარგად ვერ შარდავენ, უფრო ცოტა შარდავენ, ან ქაფიანი შარდი აქვთ რეგულარულად, დაღლილები არიან, შეიძლება კანის ქავილი კონდეს, ვინაიდან ურემიული ტოქსინები, ის ტოქსინები რაც შარდში უნდა გადასულიყო, გროვდება კანში და ამიტომ ადამიანს შეიძლება კანი ეკავებოდეს. ასევე ფერმკრთალი იყოს, შეიძლება ადამიანი ანემია კონდეს, იმიტომ რომ თირკმლის პრობლემებისაც აქვს ერითროპოეტინის სინთეზის ძარღვეული არის, რამაც ანემია შეიძლება გამოიწვიოს. ასევე თირკმლის პრობლემები ხშირია, ვისაც დიაბეტი აქვს, ჰიპერტენზია აქვს, ამიტომ დიაბეტის მკურნალობა მნიშვნელოვანია, ჰიპერტენზიის მკურნალობა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლოს თირკმლები ზიანდება, თირკმლები ზიანდება მერე შეუქცევადად. და ამიტომ ხო, ასევე ნეფროტოქსიული მედიკამენტები ვინც მიიღო და დიდი ასაკი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, კრეატინის განსაზღვრა სისხლში მნიშვნელოვანია თირკმლის პრობლემების თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად. და სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ფეხების შეშუპების, მაგალითად ღვიძლის დაავადება, ლიმფედემა, ცელულიტი, რომელიც თქვა ბაქტერიული ინფექცია და იწვევს ტკივილს, სიცილეს, სიმხურვალის შეგრძნებას, ეს გამოკვეთილი შემოსაზღვრა აქვს სიცილე როგორც წესი, იგივე თქვა განსხვავებით ამ ღრმავენების თრომბოზისგან, თუმცა ეგენი ბევრად იშვიათია, ბევრად იშვიათად იწვევს ფეხების შეშუპებას ეგენი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ როგორ გავარჩიოთ ფეხების შეშუპების მიზეზები. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.